ირანში დაკავებული დემონსტრანტი ერფან სოლტანი, რომელსაც უძველის დასჯა ემუქრებოდა ცოცხალია, ის დღეს ოჯახის წევრებმა მოინახულეს. ინფორმაციას უფლებადამცველი ორგანიზაცია ავრცელებს და წერს, რომ ოჯახს მასთან მცირეხნიანი შეხვედრის უფლება დღეს მიეცა, და მისი მდგომარეობა სტაბილურია. გოდანის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიწვა. არსებული ინფორმაციის შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ გამოცემა ინტერპრეს ნიუს იტევს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოცდილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლის დაიწყო და პასპორტის, მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. უკრაინა შეტევით ოპერაციებს ჩაატარებს, რადგან დაცვაში გამარჯვებას ვერ მოიპოვებ. აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი, რომლის ინტერვიუს დღეს გავრცელდა. სირსკი ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დაკომპლექტების კუთხით უკეთესი შედეგი მშვიდობით ჰქონდა. მისივე თქმით, 2026 წელს რუსები 409,000 სამხედრო პერსონალის გამოძახებას გეკვლავენ. ჩილეში ტყის ხანძრებს უმცირედ 16 ადამიანი ემსხვერპლა. ევაკუირებულია 20,000-ზე მეტი მოქალაქე. რეუტერსის ინფორმაციით, სამხრეთით მდებარე ორ რეგიონში გამოცხადებულია კატასტროფის მდგომარეობა. მათივე ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის მეხანძრეები 24 აქტიურ ხანძარს ებრძვიან, რომელთაგან ყველაზე დიდი ნუბლესა და ბიუბიოს რეგიონებშია, სადაც მთავრობას საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.